ცისფერი ბიჭისფერია და ვარდისფერი გოგოსფერი. ინდუსტრიის მოგონილია და თავის სასარგებლოდ მონეტიზაციას აკეთებენ. ირინა ტორონჯაძე, თვითონ ირინა. უცებ არსაიდად ირინა ტორონჯაძე ჩდება და გვესაუბრება სპორტზე და MMA-ზე. რა ხდება? ნახე, I'm jealous of my mind, I'm the diva who survived. არის შენი აზრით ნეკადოროყაშვილი diva who survived? აი მე ბიჭის არ არის და რატო? აი ეს ვარდის აი ბიჭის აი ლურჯი და თვითონ ისე დარწმუნებით და კარგი უნდა ჩემთვის რომ არ შემეშალოს რა და ძლივს ვიპოვე კაცი რომელიც თან ძმელი ბიჭია, თან მღერის მეც რა ამას ვითომ შენამგობდი? მე ინტერვიუში ხო წარმოგიდგენია როგორ ჩავშალე რა და ვაღიაროთ რა დილას რომ ვიქცეთ და გამოვარ მგონია რომ დასავლეთ ჭუჭელი დამხვდება, დარეცხილია ყოფილი წკრიალებული და გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი პოდკასტი ირინას არხზე დაბრუნდა და დღევანდელ პოდკასტში რთულ შემთხვევაში ჩემი სტუმარი იქნება ირინა ტორონჯაძე, თვითონ ირინა. და აუცილებლად მოგესალმები და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ჩვენი YouTube არხი უბრალოდ, ნუ ამ YouTube ირინას სახელი. დასათაურება არის ირინა ტორონჯაძე. Yes, როგორ ხარ? მოგესალმები ნიკუშ და მიხარია რა თქმა უნდა შენთან ერთად. მე ძალიან მიხარია და მაგიტომა რა წამოსვლა. ჩვენ ერთად რო ვაკეთებთ პროექტს, ეს არის არა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული, არამედ აი პროცესში რომ სუპერ სიამოვნო, ძალიან სასიამოვნო მიგნებები გვაქვს რაღაცა ჩვენი თვითრეალიზაციის. კი, რაღაცა ჩვენი ხერხები გვაქვს რა, ხო. როგორ ხარ? კარგად შემართებით და ეს ის სიტუაცია, რაც ალბათ ერთ-ერთი რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მადლობა რომ მომიწვიე სტუმრად. პირიქით მადლობა რომ შენი იდეა იყო საერთოდ ამ პოდკასტის გაკეთება. მადლობა ამ საშუალებისთვის. გილოცავ და ძალიან მომწონ ხარ წამყვანის ამპლუაშისაც იყავ, მაგრამ აი პოდკასტი მოგიხდა ძალიან და ისე რბილად და საყვარლად შეაპარებ ხოლმე კითხვას რესპონდენტს, რომ ისინი მადლობის თქმით, ისე შეიძლება ისეთ საიდუმლოები გათქვან, რომ სხვაგან არ ეთქვა და ალბათ შეიძლება მეც ეგრე დამემართოს ახლა დღეს. სავარაუდოდ ეგრე დაგეხა, შეიძლება გონია რომ დაგინდობ ძალიან ცდები. არ ლეპტოპი რაღაცა ვიცი რომ გაქვს მომზადებული. Yes. ინტრიგნული ამბები. მოდი დავიწყოთ, მაშინ დაგისვავ პირველ კითხვას. პირველ რიგში მაინტერესებს ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? სხვა შეიძლება ეს ნუ რთული შემთხვევა ხარ და რთული კითხვით დაიწყე. არ არის მარტივი შესაძლებელი რას ნიშნავს საიდან შევხედავთ ბევრნაირი. ღარმიდე ძალიან წიაღსვრებში წავიდე, ვეცდები რომ სიმარტივე შემოვიტანო შეძლების დაგვარად და ნუ რაც მოითხოვ შეიძლება შინაარსებით ჩავშალოთ. ერთი მინდა გითხრა რომ დღეს არის ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების დღე. რა მაგარია, გილოცავ. ერთად ვართ ქორწინებაში და ძალიან მიყვარს ეს დღე. და ალბათ ამით დავიწყე. ლევან გილოცავ. გილოცავ და ჩემ თავს ულოცავ. იცი რა, მე მგონი ნებისმიერ დროს რომ კითხო ჩემი ცხოვრების, გეტყვი რომ რაღაცას ეხა ვიწყებ. აი რატო ეგეთიგან, აი მე მახსოვს სხვა შეიძლება გია ჯაჯაინძე. ანუ სულ ეს დრაივი? ნახე გია ჯაჯაინძე იყო შენ პირველი სტუმარი და აი ზუსტად გიას გადაცემაში სხვა რაკურსში ვთქვი რომ მაშინ ვიყავი რაღაც 42 წლის და ნებისმიერ დროს რომ მეკითხებიან თქო თუ 40-ის აღარ მახსოვს, ვამბობ რომ აი ეხლა ვიწყებ და ეს შეგრძნება მაქვს ეხლა 50 წელს რომ ეხაც ეგრე 30 წელსაც რო გეკითხა მაშინაც მაგას გეტყოდი, მერეც მგონია რომ ესე ვიქნები, ანუ სულ მაგ რაღაც სიახლის განცდა რომ ეს უფრო ეხება ალბათ აი კარიერულ ნაწილს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს რომ აი ავდექი და რაღაც უნდა ვქნა რაღაც გავ შენც ეგეთ ტიპი ხარ. კი, მეც ეგრე. და არ ფიქრობ რომ ამას აქვს თავისი მინუსები, ხა ეგ მინუსები აქვს უნდა ვთქვათ რომ ეგ არის სუპერძალა. ერთი სუპერ არის და მეორე მხრივ მინუსი ის არის რომ მალე გბეზრდება ერთი აი თუ სულ ახტაცებაში არ ხარ ჩვენ სულ მაგაზე ვლაპარაკობთ. მერე უკვე სხვა გინდა სულ ახტაცებული ყო აი ეს პირველი 10 პოდკასტი იქნება თუ პროექტის რაღაც ნაწილი თუ გადაცემა, აი მე გვაქვს რომ უი ეს ხო უკვე გავაკეთე, ხა რა ვქნათ სხვა. მე ახლა იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევაში ეგრე არ დაგვევა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და რაღაცა მგონია რომ ეს ზუსტად ის შემთხვევა იქნება, სადაც აი ამ სტაბილურობას დავიჭერთ. თუმცა ის უნდა ვთქვა რომ ხა მე 10 წელია უკვე რაც საჯარო სივრცეში ვარ და ის ჩემი ხაზი რაც არის რომ უფლებებისთვის ბრძოლა, ფასეულობებისთვის, ჩემი ფასეულობის გაზიარება, მოდი ესე ვთქვათ, ეს არ არის მარტო ჩაკეტი რაღაც ქალი
ქალების უფლებებში. ეს არის ზოგადად ჩემი თავის გაზიარება იმ თვალსაზრისით, რომ რას ვფიქრობ, ვიყო გულწრფელი. ამ გულწრფელობით მაგალითი მივცე. ჩემს ფოლოვერებს იქნება თუ ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც რაღაცა აი ქუჩაში ხვდებიან და რა მაგარი ხარ და ჩემ ფრაზას იმეორებენ, რომ და ერთი პერიოდი შენი უბნებიც ეცვათ და კიდევ ჩავაცნობ. აი ეს ძალიან მაგარი. ანუ რაღაც თავარ ხას არ ვკარგავ, ეხლა ესეც უნდა ითქვას, თუმცა ნამდვილად მიყვარს ახალ-ახალი პროექტები. აი ზუსტად მაგაზე მაქვს შემდეგი კითხვა. 10 წელია ხარ ესეთ საჯარო ტიპი, 10 წელია გიცნობთ. ძალიან დიდი ხანია გიყურებთ, გაკვირდებით ყველა მეც მაყურებლის ამპლუაში. რამ გამოიწვია შენი აი აბსოლუტურად რადიკალური ცვლილება, იმიტომ რომ ლაპარაკობდი სოციალურ თემებზე და უცებ არსაიდად ირინა ტორონჯაძე ჯდება და გვესაუბრება სპორტზე და MMA-ზე. რა ხდება? ნახე, ძალიან საინტერესო რაღაცა ცნობიერი ლინკია და ხაზი. ეს მოხდა სპონტანურად, ცნობიერად და იმ წუთას ეს არ გამიცნობიერა, მაგრამ მე რო დავფიქრდი და კითხვა მეც გამიჩნდა, ძალიან ლოგიკურია და რატო ნახე იმდენი ხანი იყო ეს ჩემი პროტესტი, რომ აი დაჩაგრულ ქალებზე, ქალების უფლებები, აი რაღაცაერთ როგორ პასიურ მდგომარეობაში ამყოფებს საზოგადოება ქალებს, ხელოვნურად აჩერებს რაღაც შუშიშჭერი, კარიერულად, ისედაც ეს ცხოვრებაში გადის იმდენი ხანი და ისე გამოვხატე ეს და სადღაც დავიხარჯე და თითქოს ნაწილობრივ რაღაც გავლენა ვიგრძენი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანე აი ამ ნარატივში ხო? პატარა წვლილი საქართველოში არ შეგიტანია, დიდი წვლილი გაგშეტანია. ჩემი ვთქვი თითქოს რაღაცნაირად ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწერული სულისკვეთება და გზაუალი შენგან თელი მე რა ვნიშნავ მაინც დარჩება ხო ტატო ბარათაშვილი ჩემი საყვარელი პოეტია და აი ნამდვილად შენი წვლილი იცი რომ შენთვის რომ დაფიქრდები დღის ბოლოს რომ მე ჩემ თავთან მართალი ვიყო აი ეს არის ჩემი мотиваცია სინამდვილეში და იმდენად გაჯერდა ეს მუხტი რომ ძალიან ლოგიკური მეჩვენება ეხა რომ გადავარდი როგორ სამყაროში აბსოლუტურად მასკულინურ ხო ძლიერი გამარჯვებაზე ორიენტირებული ანუ მივხვდი დაბალანსდ ეს კომპენსაცია სადღაც ჩემი ფსიქოლოგიური რაღაცა გამარჯვების წყურვილი. მე სადღაც მეგონა რომ შენი რაღაც მომენტში პროტესტიც იყო, რომ აი რატომაც არა, აი რატო არა რომ ფემინისტი ლაპარაკობდეს სპორტზე. რომ ვინმე მაგიქვას და პირველ რიგში მე არ აღვქვამ რომ აი რაღაცა ქალების თემას ჩავეხსენი და გადავედი მასკულინურ სამყაროში. არა. პირიქით ლაიტმოტივად ატარებს მაგ პროტესტს, მაგას ვიძახი. მაგას ვფიქრობ, პირიქით რატომაც არა რომ ქალი ინტერესდებოდეს ასეთი კაცური სპორტით. რატომაც ეს სადღაც ერთი გაგრძელება ამ ჩემი ქალების უფლებებისთვის ბრძოლის რაღაცა ინტეგრაცია მოდი ასე ვთქვა და უნდა ვთქვა რითიც დავიწყე რომ რა ეტაპზე ხარო და ჩემი დიდი ეტაპი ალბათ იწყება ჩემი და ჩემი მეუღლის ლევანის თანაცხოვრებით იმიტომ რომ დაგრძელდება და ეს არის ჩემთვის ძალიან ასე ვთქვა მომცემი შთაგონების და იმიტომ რომ ლევანმა ეს გავლენა მოახდინა ჩემს თუნდაც ის რომ MMA-ით დავინტერესდი იმიტომ რომ სულ მოყვარული იყო და არის და უყურებს და ამან გავლენა მოახდინა და პლუს რაღაცნაირად ჩემს შიგნით სულიერად ინტეგრაციის ბიძგი მომცა ქალის და კაცის სამყაროში. რაღაცნაირად მიმღებლობა გაიზარდა ჩემთვის. ანუ ლევანს უმადლოდეთ. და ეს ნელ-ნელა გამოვლინდა აი ამ ფორმით და აუცილებლად უნდა ვთქვა ჩვენ ქართველი მებრძოლები ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ისეთი სიამაყე და ისეთი ღირსების განცდა მოგვიტანეს და მეც ვიგრძენი აი როგორ ესეთი სიამაყე ხა სამშობლოს და ქართული პოეზია და ცეკვა და სიმღერა ხა მე რომ მიყვარს გასაგებია და ჩემს ოჯახს და ლევანს და ჩვენ ერთად თუმცა აი ეს ხელახლა გაგიღვიძებს ამ პატრიოტულ სულისკვეთებას და ეს გამარჯვება ხო ჩვენთვის მხოლოდ ილიას და მერაბის გამარჯვებები არ არის ეს არის რომ აი ჩვენი ქვეყნის სადღაც დაჩაგრული ქვეყნის გამოტანა ეს ჩვენ მისალმება გვაქვს გამარჯობა გამარჯვება ეს სპორტზე მეტია ეს შოუზე მეტია ეს არის თავგადასავალი რომელიც ერთი ადამიანის ილიას და მერაბის თავგადასავალი მთელი საქართველოს თავგადასავალი და იცი რა არის ყველაზე საინტერესო ზუსტად იმ მომენტში როცა აი ჩხუბები თუნდაც ფეხბურთიც ხო ეხლა მარტო MMA ხო არ არის ქუჩებში ხდება საოცრება ამ დროს აი რაღაცა ზღაპრული სანახავია ერთიანობა აი რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდა და ხა ჩვენ პოლიტიკაში არ გადავართ მაგრამ აი გარსახსულობა და ეს ამაზრზეა ლანძღვა აი მე უკაცრავ ერთმანეთის თათხვა და ასე შემდეგ და არ მოგუბეზრდა დაყოფილად ყოფნა აი ამ სპორტმა და
კარგად გამახსენე ფეხბურთი და კვარაცხელი, იმიტომ არასდროს არ აღნიშნოთ. უბრალოდ ახლა მე MMA-ის რადგან ვაკომენტარებ ხოლმე, მაგიტომ გავაკეთე პირველ რიგში აქცენტი. აი ამ სპორტმა გაგვაერთიანა და ისეთი ერთობის წერტილი გვაპოვდინა, რაც თითქოს ერთ შეხვედრით წარმოუდგენელი იყო აქამდე და ეს მართლა აი აქ ჩანს როგორ შეუძლია ერთ ადამიანს შექმნას ისტორია. აი ეს აქ ჩანს რა და საერთოდ კაცობრიობის ისტორია და თუ მოიდობებ რამხელა ძალა გაქვს აი ნებისმიერს ხო? ბიჭები რომლებიც აი რაღაც თავისთვის სადღაც აქ ცხოვრობდნენ და აი თითქოს ასეთი პერსპექტივა არ ესახებოდა თავისი შრომით თან მიზანმიმართულობით აი თანმიმდევრული შრომით ისე გასაოცარი შედეგი და ეს ალბათ პიროვნული განვითარების კონტექსტშიც რო განვიხილოთ არის სამაგალითო inspirational აი რაღაცა შთაგონებითი ამბავი ფილმია ჩვეულებრივ და მე მგონია რომ ფილმს გადაიღებენ ილიაზეც და მერავს. მეც ეგრე მგონია. ირი ზამთარი თუ ზაფხული? მე ზამთარში ვარ დაბადებული 9 იანვარს და მე მიყვარს ზამთარი. ყველა ახალ პროექტს ვიწყებ აი ესე ზამთარში. ზაფხულში უფრო მაქვს რა იცი? ზაფხული მიყვარს გარეგნულად, ანუ აუთფიტები, ჩაცმა უხდება ზაფხულს, ჩემ გარდერობს უხდება ზაფხული, თუმცა შეგზემთ აი ძალიან სიცხე არ მიყვარს და საერთოდ აი რა გირჩევია ძალიან სიცხე თუ ძალიან სიცივე? მოდი ესე ვთქვათ რა, ხა ჩვენ ქართველები ვართ განებიურებულები მაგარი კლიმატით, ხო? ხა ზამთარი ჩვენთან რა ზამთარი მინუსებზე თითქმის არ ჩავეთ ერთი კვირის გარდა, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს გაზაფხული ხო, აბა მიდი გარეთ გათიხამას ერთადერთი. გავდგები, აი ხა ჩვენ რო ვიყოთ მართლაც სიუ ქვეყნებში, აი მაშინ შეიძლება იკითხო. არა, მე მიზიზღება ზამთარი რა ის გავიყინე. -20-ები აქვთ და რა ვიცი, -10-ები და ეგ მართლა ზამთარი. ჩვენი ზამთარი არის სუპერ ზამთარი. მე მიყვარს ზომიერი ტემპერატურა. ეხლა მე მინდა მე შენ გაჩვენო ერთი ვიდეო, აი მართლა ზამთარი სადაც არის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და საერთოდ ამ დღების განმავლობაში ვრცელდება ვიდეოები ჩიკაგოდან, არ ვიცი, ნიუ-იორკიდან და საერთოდ ამ ბოლო დღების განმავლობაში ამერიკის მთავრობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ არის მოსალოდნელი შტორმი თოვლის, ანუ სერიოზული ყინვებია. აი ამ წამსაც ახლა რო გითხრა, რამდენი გრადუსია ნიუ-იორკში ან ჩიკაგოში ან აი არ ვიცი. ეხლა არის -11 გრადუსი. ჩიკაგოში -12, მოკლედ ჩიკაგოში ძალიან ცივა. და მინდა რომ მაყურებელმა მოცნახოს და შენც გაჩვენო ერთი ვიდეო. მოკლედ ერთი ქალბატონი შუახნის ცხოვრობს ჩიკაგოში არა, მინიაპოლისში. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა TikTok-ზე ვიდეო, სადაც სპაგეტი მოამზადა ქალმა, დადო 2 წამით დადო ზუსტად აივანზე. აი ეს სიტუაცია. აი ესეთი გამყინვარება. ეხა ეს გამყინვარება გირჩევია სიცხეს? და ვინ თქო მე თავშივე შენს არ წამოვეგე შენს პროვოკაციას და დავა კონკრეტად მე მიყვარს ქართული ზამთარი. გასაგებია. მან დრო ვიყო რა თქმა უნდა ზაფხული გერჩევია. ნაირ ზოგადად ესეთი როგორ ვთქვა ემოციურ კორექტულად ესე ვთქვა ემოციურ იმპულსურ ადამიანებს არ უყვართ ძალიან არ ძალიან სიჩქარე არ ძალიან ჩვენ გვჭირდება ზომიერება იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ისეთი ამპლიტუდები გვაქვს ემოციებში რომ კიდე გარეთაც ესეთი ამპლიტუდები კიდე გარეთაც გაგვაქიჟოს გარედან უნდა შეგვიწყოხელი რომ სტაბილურად ვიგრძნოთ ხო მართალია ეხლა უნდა კითხო მეუღლეზე იმიტომ რომ 6 წელი გავიდა ხო დღეს ძალიან მიხარია კიდე ერთხელ გილოცავ როგორ მოხდა შენი გათხოვება ანუ მთელ ქვეყანას არ წარმოედგინა რომ შენ როგორ მოხდა რატომღაც რო დავქორწინდით მაგის მერე დაიწყო ნარატივი რომ მე თითქოს უბრალოდ ესე აღიქვეს მე მგონი მე არ ვიცი რატო რომ თითქოს მე ვიყავი რაღაცა გათხოვების წინააღმდეგ ეგ სად თქვი ხო ზოგადად ფემინიზმს ეგ იმიჯი აქვს რა ხო რაღაცა წინააღმდეგობაში მოდის და სულ საუბრობდი და დღესაც იგივე აზრია რომ ქალები თანასწორ უფლებიანობაზე რომ ქალი უნდა იყოს დაფასებული. ეს ამის მიზანი არის, რომ ქალი და კაცი ერთად თანაცხოვრობდეს ჰარმონიაში და ერთმანეთს ავსებდეს და ქალი არ იჩაგრებოდეს. სად არის აქ, რომ გათხოვება აკრძალული და ეს სუდი, ანუ ცოტა ფასადური წარმოდგენები იყო. იცი რა, არსებობენ ფემინისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიარსებ. მოდი ვაღიარებ ახლა, რომ მე მქონდა ძალიან რადიკალური და ხმაურიანი ეთერები. ხო, ამაზე არასდროს არ გილაპარაკე, რომ შენ კაცი არ ჭირდება ეს რა ვიცი. ძალიან ხისტი გამოხატულება რომ მქონდა ადამიანები
უფრო მეტად უყურებენ რას ფორმას. შენ რა ესეთი რადიკალური ხარ, ესეთი ხმაურიანი ხარ, შენ უკვე შინ არ შეიძლება არ შედიოდნენ. ზუსტად მაგის მსხვერპლი ვარ მეც. დარჩათ ეს შტაბეჭდილება, რომ მე რაღაცა წინააღმდეგ და მე აი თვითონ გათხოვდა და აბა რაღაც იძახდა და რას ვამბობდი, აბა მიხართ ამის წინააღმდეგოს ხო? თუმცა მე ავყევი ამ ნარატივს, რომ იქ რაღაც ისეთი კაი სტატიები იყო, ძლივს ვიპოვე კაცი, რომელიც თან ძველი ბიჭია, თან მღერის და მეც რა ამას ვითომ შენ ამბობდი? მე ინტერვიუში ხო წარმოგიდგენია როგორ ჩავშალე რაღაც მომენტში შეიძლება თქვი რომ ლევას ქუჩაც აქვს გავლილი, სიამოვნებაში მომღერალია, ლევას ქუჩა აქვს, კაცო გავლილი. ქუჩა ყველას აქვს ქუჩას გავლა რას ნიშნავს, რომ იქ უბანში ძმაკაცები ყავს და რაღაც შეიძლება რაღაც პერიოდი თინეიჯერობის ეგეთ გაგერა ქუჩა გავლილი მართლა იმას კი არ ნიშნავს ძველი ბიჭი და ის რა ქვია ვილკებს იყრის, მაგრამ ეს გამოიტანეს ესე სათაურად. ძლივს ნახე ბიჭი, რომელიც თუ კაცი, რომელიც თან ძველი ბიჭია, თან მღერის და თან ჭურჭელს რეცხავს. ქიჟა. ოღონდ ყველაზე გადაობა რა არის, რომ ჭურჭელს შენ რეცხავ. ნუ რას უკაცრავ. არა, იყო პერიოდი და ეხლა როგორ იყო, იცი, თავიდა რომ გავიცანი ლევანი, რომ მოვიდა ჩემთან სტუმრად და უკვე განვითარებისკენ წავიდა ჩვენი ურთიერთობა, რომ მიადგა ჭურჭელს. ხელი და ვერ გავაგდებინე ფროში და ისწრები. რეცხა და რეცხა, რომ დავქორწინდით, მე მითხრა რომ მე რომ რეცხავ, წელი მტკივდებაო და დაადებათა. მე სულ მევრეცხავდი, ეხლა უკვე უნდა ვაღიაროთ, რომ აი დილას რო ვიღვიძებ და გამოვალ და მგონია რომ დასარეცხი ჭურჭელი დამხვდება, დარეცხილია ყოველთვის გაწკრიალებული და ესეა ნამდვილი. ხო, მე მახსოვს რომ დაახლოებით 1 წლის წინ იყო მე მგონი, მითხარი რომ ხშირად ვარ შენთან სახში სტუმრად. აი ეს არის რა ქვია, მე ვეცხავს, ხო, აი მაშინ ეგრე იყო, ესე იგი ხა შეიძლება. ლევანმა დაიწყო, მე გადმოვიბარე, ეხა შემომეხიდა და ესე გადასარევი, ანუ შეეწყვეთ მაგაში საბოლოოდ. შვენიერი. ესე იგი, ახლა უნდა გადავიდე რუბრიკაზე, კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და უფრო კონკრეტულად უნდა გადავიდე კვირის აქტუალურ ადამიანზე. აბა ესეთი რუბრიკა დავამატე. რო იცოდე შენც. კვირის აქტუალური ადამიანი გახდა ნეკა დოროყაშვილი, მეგობრებო. გადაცემა სარკასტიკაში რამდენიმე დღის წინ რომ იყო სტუმრად ნეკამ დაწერა ახალი სიმღერა, გამოუშვა ახალი სიმღერა და სწორედ ამ სიმღერაზე იყო სტუმრად ამ გადაცემაში ნაზღაიძესთან და თამაზასთან და მისმა წამღერებულმა მაყურებელში გამოიწვია აგრესია. ეხლა მე მინდა ამოვიკითხო რამდენიმე კომენტარი აი ეს არის of my mind I'm diva who survives check every minute like feels it სიხარა მოწყდეს სხვა მღერის იქ სხვა მღერის ხო ეს სხვა მღერის იქ სხვა მღერის რაღაცები იყო იქაც კომენტარი, მაგრამ კომენტარებში იწერება ესეთი რაღაცები, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არაა. ძალიან კარგად მღერი ხარ ნეკა, ხალხს ნუ მოусმენ, განსაკუთრებით მე ნუ მომისმენ. ეხლა მართლა არ ამოუწყდე, ხო? ნუ აი ესეთი აგრესია გამოიწვია და მე მაინტერესებს შენ რას ფიქრობ? ჯერ აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მე და გიორგი ნაზღაიძე ვიყავით კოლეგები, სხვათა შორის მზეში ტელეკომპანიაში. მართლა შენ მზეშიც მუშაობდი? მე, გიორგი ნაზღაიძე, ჯაჯო, მაკაშალიკაშვილი და ძალიან კარგი პერიოდი იყო ეს წლების წინ ვამბობ. გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ძალიან მომეწონა მათი პოდკასტი, იმიტომ რომ ეგ ის ფორმატია, რომ მართლა საოცრებო კი. ხოლმე, თუმცა მაყურებინა რა და ის თამაზაც მაგარი ნიჭიერი ბიჭი კი, ძალიან. ყოფილას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ ვუყურებდი ამ სადაც იყო ეს რეალიტიში და შესაბამისად ეხლა აღმოვაჩენ რა მაგარი დუეტია, რა მაგრა არჩენ. იცი რა, მე მგონია რომ მათ ამ ირონიაში და სარკაზმში და სარკასტიკაში არ არის სიბოროტე. რაღაცა დადებითად გადაობენ. მისაღები გადაობა, ხო. და მე არ მაქვს ეხლა ეგან ძალიან გავიცინო, ან არ უნდა გავიცინო და ხო და აი რაღაცა კარგ ტონალობაში მიყავთ. რაც შეეხება, ეხლა იცი რა, მოდი ეხლა ჩემ პოზიცია ესეთია, რომ ვიზია რა აქვს აგრესიას საზოგადოებას და მე არ ვიცი ადამიანი რა უნდა ქას, მაგრა იმღერებს გადაობენ, ეხლა სოფობედია მაგალითად, ხო შეიძლება ხა ის არ მოგეწონოს იქ რაღაცა წვიმა მოდიოდა თუ რა მოდიოდა, მაგრამ ეხლა ხო ძალიან კარგი ვოკალური მონახებია. იმასაც აღადავენ, ამას ეხლა არ იძახს რომ მომღერალი ვარ, უბრალოდ რაღაც კლიპი გააკეთა, ამასაც აღადავ. მე არ ვიცი რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ის ხალხი, ვინც იქ წერს. მე მგონი რომ უბრალოდ ერთობიან და ეს
სერიოზულად არ უნდა მიიღოს არავინ რა. მეც ეგრე მგონია სადღაც ხო, სიმართლე ხა დადგე და გითხრა. ვაიმე და ბულინგა რაღაცა, ნუ ერთობიან რა. კი, მაგრამ მაინც მიუღებელი ხა მე ხანდახან მაქვს რომ მაინც ბრაზდები რაღაცებს, მაგრამ ჯაჯო. ხო, ანუ მე შლება ნერვები რაღაცას წვალობ აქ მოვდივარ იქ რაღაცებს ვათრევ და უცი გუგუა თუ ბიჭი ანუ შენი ხო, იცი რა, არ ვიცი. არც მე არ ვიცი რა დაგიმართ. არ ვიცი, აი როდის გაუბრაზებულო ვერც ვიხსენებ საჯარო კომენტარზე. კაია, ძალიან კაია. შეიძლება დაუბლოკო და წავშალო, თუ არის აი ძალიან უზრდელური, რასაც ქვია ხო, კომენტარი, ნახე, იმიტომ რომ 2000 არ მინდა რომ ჩემი სახლის წინ ტალახი იყოს, აი ისე მინდა რომ გავასუფთავ, უბრალოდ ახლა ძალიან უცენზუროს, ნუ არ არის სასიამოვნო, ნუ არა ესთეტიურია, მოდი ასე ვთქვათ და შეიძლება დაუბლოკო. აი ჯაჯომ თქვა წინ გადაცემაში ძალიან სწორად რომ ანუ რაღაცებს სიმართლეს იცეხენ, მაგრამ ფორმა არ აქვს თორე და თანუ რას დავეძებო და ვიღაცამ ხონდა გამოუშვასო. ეს სიმართლე და ტყუილს მან ხო სიმართლეზე არ არის. აქ არის რა მიზნით ამბობენ, რომ აი ვიღაც აი გული მოიფხან, ეგო მოიფხან, გული არა, ეგო. გულს არ უნდა რომ სხვას ატკინოს, ეგოს უნდა რომ სხვას ატკინოს და ეგოს ფხანა მიდის და იცი რა იფხანონ ესე დაიფხანეთ მეგობრებო თუ გეფხანებათ. რა გითხრა, აი გულწრფელად გეტყვი, ისეთ სიყვარულს გზნობ ჩემი მაყურებლის მიმართ. აი ყველას მიმართ, აი რა არ მაქვს იცი, აი აი რაღაცა შენი სიმიჭე გაკეთე რაღაცა მეცინება. ერთადერთ ჩემი წითელი ხაზი. მე რატომ აქ ეს ნერვები რატომ ეშლება არ ვიცი. ან ეხან და ხან რა ეხა თორე სულ არა. წითელი ხაზი უნდა გავიდეს რა იცი, აი რეალურ სივრცეში მე ჩემი სივრცე მაქვს შეშლილი. მე რეალურ სივრცეში ვერავინ ორაფერს ვერ გეტყვის აბა გაბედ. მოდიხარ, კარგი მითხარი და თუ არა და თავი შორს დაიჭირე. ეგ წითელი ხაზია და ეხა სოციალურ ქსელში სადაც მე თვითონ ვდებ საჯაროდ რაღაც კონტენტს, ოკეი, ნუ რა ვქნა, შენი ვსდილობის ამბავია, რას დაწერდა და რას არა, მე შეიძლება მაქსიმუმ დავბლოკო, ან არ დავბლოკო რა. აი ეგ არის და ხა ნერვები მოგეშალოს. შენზეც ხა არ ვიცი, როგორ გითხრა, ხა არაფერს არ გირჩევ, ძალიან გამოცდილი ხარ უკვე ამ ნაწილში, მაგრამ მე მაგალითად უყურებ მაგას როგორც არ აღვქვამ სერიოზულად. აი შენც რო გიწერე. არა, ეხა სერიოზულად მეც არ აღვიქვა. კომენტარი მოუძველდათ. ნუ რაც გამოჩნდი კითხულობენ გოგოა თუ ბიჭი, ნუ რა ვერ გაიგეთ, რა ვიცი, დავდოთ. პირადად გამოვიდე. გავაგებე თუ რა ვქნათ, არ ვიცი. რაღაცა გზა ვიპოვოთ. მე ვიცი ერთი ძალიან კარგი გზა მაგისტრის. ხო, ხტები აი რა ვქნა, რაღაც სხვა ცოტა კრეატივი შემოაგდონ, მაგრამ აი მართლა როგორ ერთგულად გიყურებენ შენი ჰეითერებიც, რა საყვარლებია. ხო, აი მაგაზე ვგიჟდები, რომ აი დადებული არ არის რაღაცა. არ არსებობს. 90,000 ფოლოვერი ყავს TikTok-ზე, მილიონობით ნახვაზე ადის. შენ გონია ვინ უყურებს მაგას, ეგენი ვინც წერენ, მე რომ გოგოა თუ ბიჭია. დაეწერეთ მეგობრებო, კაია ინგეიჯმენტისთვის. ისევ რომ მიუბრუნდეთ ნეკას, მის სიმღერაში აქვს ერთი ესეთი ტექსტი, I'm jealous of my mind, I'm the diva who survived. არის შენი აზრით ნეკა დოროყაშვილი diva who survived? იცი რა, მე მივესალმები იმას, რომ ის როგორც ქალი თუ თავს აღიქვამს, რომ diva ეს რა არის, რომ საკუთარ თავთან დიალოგშია, ხო, ადამიანი პირველ რიგში მე ესე მესმის და თუ თავის თავს ამას ეუბნება, ეს მას აძლიერებს, რაღაცა empowering მომენტია და რაღაცა ამინს ქმნის მის გარშემო, მაგას გულისხმობთ. თვითონ შეიძლება აძლიერებდეს და რატო არა თვით გამოხატულება. მოდი ვთქვათ, რომ ვიღაც შეიძლება მოეწოს, ვიღაცას არ მოეწონოს, ასკროლე, გასკროლე, ჩასკროლე, ან ჩაუჯექი უყურე. ანუ რატო არა თავი გამოხატა ესე, როგორც მას შეუძლია. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. გადასარევი, ვერც მე რა გადაგა. ხო რა, ძალიან გავერთეთ, უყურეთ, ძალიან კარგი და პოზიტიური თვითონაც რაღაცა გაერთო ფაქტია, რაც უყურე მე ხა იქ ნაწყვეტებს. Why not, ხო? კი ბატონო. შემდეგი კითხვა მაქვს შენზე. მაყურებელმა არ ვიცი, რამდენად იცის ასე მასობრივად, მაგრამ შენ ეხა არ ვიცი გაჩერებული ხარ ალბათ, მაგრამ შენ დაიწყე ქართული ცეკვის სწავლა. უი, მე ქართულს ხდება შენს თავს 14 წლის ასაკიდან. არა ხო, მაგრამ ეხა დაიწყე აქტიურად და გამოჩენა და სერიოზულად მოკიდე ხელ და მთელ ამბავში ხარ. ნოსტალგია. ესე იგი 14 წლის ვიყავი რომ მივედი იამზე დოლაბერიძესთან და თეატრჩიასთან და ჩემი არ ვიცი კუმირები არიან დღემდე და რაღაც საოცარი მოცეკვავეები და ალბათ მათთან გატარებული წლები არის ჩემთვის მართლა ოქროს ხანა და შემდეგ უკვე ხა აღვადგინე სიარული ასე ვთქვათ ამ
ქართულ ცეკვებზე და ისეთი ნოსტალგია, ისეთი მაგარი იყო, პატარა ვიდეოც გავაკეთე, რომელიც ძალიან გავარდა და ნახვები აქვს და მომეწონა ეს ჯეირანი ვიცეკო ჩემებურად ახლა სრულფასოვნად ის ჯეირანის მონახაზი არ იყო, თუმცა რაღაცაით ეს მაბრუნებს აი იმ ბავშვობას თან და ბავშვობის პერიოდთან და ალბათ იმ ოცნებებთან რაც მქონდა რა ჩემი რაღაც ოცნების ცეკვა იყო ჯეირანი ყოველთვის თეატარჩია ცეკვავდა ნუ დიდი ნინო რამიშვილი და რაღაცნაირად ეს ის სენტიმენტებია რაც გადმოყველი მაქვს და იმდენად მავსებს და რაღაცნაირად მაგარია რომ ხა კიდევ ვაპირებ ერთი ცეკვის გაკეთებას და მაგრამ ეს ალბათ უფრო ის არის რა დამატებითი ჰობი და საზრდო სულიერი და ძალიან მაგარი. მე ძალიან მომწონს ეგ ამბავი. შენ დამიმონტაჟე. ხო, მე დავიმონტაჟე მახსოვს გადასარევად. იქაც ვარ ნამყოფი შენთან. ძალიან მომწონს ეგ ამბავი. ესე იგი, ეხლა მე დავამატე კიდე ერთი ესეთი რუბრიკა, მე გზა და გზა ვიგონა ჩაჯომასწავლა. მოდი ვთქვათ, რომ მე ვარ შენი პოდკასტის პარკებში შენი პროდიუსერიც. და ძალიან მიხარია. შევინარჩუნებ აუცილებლად, რომ ძალიან მომწონს, ხო. მეც მომწონს, კარგია. ესე იგი, ესეთი რუბრიკა დავამატეთ, მე უნდა ამოვიკითხო თეზისები, რომელზეც არსებობს ორი აზრი, საზოგადოების ნაწილი ვერ თანხმდება, ზოგი თანხმდება. ამოვიკითხავ და შენ უნდა მითხრა შენი აზრი. ოკეი. თეზისი ნომერი 1. ქმარი თუ იტყვის, რომ 10 საათზე სახლში უნდა იყო, 10 საათზე სახლში უნდა იყო. ესეთი მარტივით დავიწყოთ. იცი რა, მე მგონია ეს ამ თეზის აკლია მეორე ფრთა. აბა, რომ ნახე, თუ შევთანხმდით მე და ჩემი ქმარი რომ 10 საათზე სახლში უნდა ვიყოთ. არა, ხო ხტები? სახლში უნდა ვიყოთ. რაუცნაური მოსასმენია შენ რა ხდება ირინა? ერთად თუ შევთანხმდით ერთმანეთ, ანუ მეც ესე იგი ისიც სახლში უნდა იყოს. არა, აი შენ უნდა იყოს. რა, საიდან მოიტანა? ხო, აი მაგის მოსმენა. მე უნდა ვიყო და ის არ უნდა იყო. აი მაგის მოსმენა მინდოდა. ხა ეს რაღაც არასიმეტრიული შეთანხმება. თეზისი ნომერი 2. არ შეიძლება ჩაიცვა ტოპი, მოკლე კაბა გამომწვევი ტანსაცმელი, როცა მეუღლე ყავს და მეუღლეს შეუძლია აგიკრძალოს ეს. ეხლა გამოგიტყდები, რადგან შენ ხარ, სხვაგან არ ვიტყდი. აბა მითხარი. ჩვენ თანაცხოვრების პირველ 2 წელს მე ლევანი მეუბნებოდა, რომ არ ჩაიცვა. არ არსებობს. ვერ დავიჯერებ ვერასდროს მაგას, რომ ის შენ ემორჩილებოდი? მე როგორ ვიყავ იცი, ოკეი, მართლა არ მოწონდა, მართლა ემოციურად ამბობდა ამას და გძნობდი რომ აი არა დამიჯერე და მე ამ დროს ყიდულობ მოკლე კაბებს და ესე დებდა არიცო გაძეცგილი მაქვს ასეთი ამას რომ ჩავიცნო იმას რომ გადავიღებ და ვავსებ ამ კარტებს ესე იგი იმედი მაქვს რომ გადავტეხავ ამ თემას მაგრამ კაი ხანი 2 წელი ესე გაგრძელდა და რაღაც მომენტში არ ვიცი უფრო მეტი, უფრო დამშვიდა, უფრო გამიცნო. აი რა იყო გარდამტეხი მომენტი, სად მიგიშვა. შეგებაზე რომ არ ვშება ძმასთან ქონდა რაღაც საუბარი, ერთად იმსჯელეს ვიღაც და არ ვიცი, რა როგორ გადახარშა, რაღაც მომენტიდან მითხრა რომ მე მაშ TikTok-ი არ მქონდა. რომ შენ TikTok-ი რატო არ გაქვსო? გავაკეთეო. მეთქი TikTok-ს რომ გავაკეთებ იქ რაღაც დეფილე მინდა გავაკეთო, ის კაბები მინდა ჩავიხე, ისე TikTok-ი მარტო ლაპარაკი და გააკეთეო, მეო ჩაიციო, მეო შეო მოკლე კაბით რო დაგინახე, მაშინ მომეწონდა. მე არ კითხე რომ სად რა გადატრიალე რა მოხდა. არ ვიკითხავს პირდაპირ ჩავიცვი როგორ. ანუ რაღაც მე მგონია რა, ჩემი დასკვნა, რომ მას აინტერესებდა რამდენად მე მივიდა ის გავლენას. ოკეი. თავის გავლენის მოსინჯვა და არა მაინდა-მაინც მოკლე, იმიტომ რომ ლევანმა იცის რომ მე ძალიან გემოვნებით ვიცვე, მოწონს თვითონ ეხა რაღაცა უაზროდ არ მაცვია ხო, სტილისტურად გამართულია და თვითონ მოწონს და აქ იყო უფრო მე მგონი რომ აი აბა თუ და შენ არ ქონდა პროტესტის შეგრძნება ამ ხელა ფემინისტ ქალს არგუმენტებს ვეუბნებოდი რომ ეს არ არის სწორი. ანუ მე როგორ მაცვი ასართ კავშირში არ არის არც ერთ გულებასთან და ეს მან იცის და არც სხვასთან ფლირტი და ეს ხო გამორიცხულია, რამდენი ადამიანი მწერს მასე და ასე შემდეგ და მე არ შევდივარ ინტერაქციაში. ანუ ეს ისედაც ესია, მე გრძელს ჩავიცვեմ თუ მოკლეს. არა, ეგო ვიციო, უბრალოდ აი არ მინდა მაინც. ხო და აი
შენ ზოგადად შერას ფიქრობ ამაზე, რომ აი თუ გეუბნება შენი გამოცდილება გავიგეთ, მაგრამ ნახე, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რაღაც აი განსაზღვრული წინასწარი ფორმულებით არ უნდა იოპერირო რა. უნდა შეხედო სიტუაციას, უნდა შეხედო იმ ადამიანს, ვისთანაც ხარ. თუ აქ არის, რომ ხედავ, რომ აი ისეთი რაღაცა, რაც აი მართლა როგორ გითხრა, აი დამთგუნველია შენთვის და ისეთ არაპროპორციული, აი შენ გავლენას არ იღებს შენი ქმარი და თვითონ გთხოვს, რომ გავლენა მიიღო. მაშინ ეს არაპროპორციული. როცა ხედავ, რომ ადამიანი და ჩვენ შემთხვევაში ასე იყო, რომ ჩემს გავლენას იღებს, ჩემს თხოვნებს თუ მოთხოვნებს თუ ასე ვთქვათ, აზრებს ითვალისწინებს და მე თვითონაც უნდა რომ იგივე გავაკეთო, ეს ჩემთვის ოკეია და დაბალანსებული. ამიტომ მოკლედ თუ ურთიერთპატივისცემაზე დგას რაღაც შეიძლება იკამათო კიდევაც, მაგრამ მაინც იპოვი რა, აი ხო, მეც ეგ რომ მგონი. თუ ურთიერთპატივისცემაზე დგას, იცი რა, ზოგს ეს ერომანტიულება და ეს სექსუალურობა, რომ რაღაცა ის კაცი რო ეუბნება ცოტა უფრო მასკულანურია და დავემორჩილებთ რაღაცა ეგეთი აქვთ ხოლმე რა, ბევრი ვიცი ეგეთი. იცი რა არის, მე ვფიქრობ, უნდა იყოს ავთენტური. ავთენტურათაც ახლა ლევანი კაცია, მე ქალი ვარ, ხო, სქესით ესე ვართ და ჩვენი რეპრეზენტაციაც ესეთია. შენ თუ ამას აკეთებ, არა იმიტომ რომ ვიღაცამ დაგასწავლო, არამედ შენი ფემინური ბუნება გთხოვს ამას, მისი მასკულინური ბუნება გთხოვს ამას, მაშინ ეს ავთენტურია და შეიძლება აქაც შეთანხმება. კიდევ ერთხელ აი ეს პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს იგივე იმ კამად. შეიძლება მე არ ვეთანხმებოდ ერთმანეთს, მაგრამ პატივისცემა შევინარჩუნოთ და ეგ არის მთავარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რატომაც არა. მე არასდროს არ მიხემძღვანელია ჩემ ურთიერთობაში რაღაც ფორმულებით, რომ რას ქვია იმან გამიბედა ეს ან რას ქვია იეჭვიან, ან რას ქვია მე ვიეჭვიან. ანუ ყველაფერი შეიძლება შემოვიდეს ადამიანურ ურთიერთობაში, მესაკუთრეობაც ისე, თორე დააბალანსო, გაიგო საიდან მოდის, რაც უფრო მეტი მიმღებლობა გაქვს პარტნიორის, მით უფრო ადვილად ალაგებ მერე და ლაგდები იმ ხო და შენ თვითონაც კარგად ხარ ეგრე მგონი. ეხლა მე რო ჯიში ჩავდგო, მოდი არა გინდა თუ არა უნდა ჩავიცვა, ეხლა სულ მეცვა ის მოკლე კაბა საწავე სადგა მეკცეო და აგერ მე კიდე გარდერებში. შემდეგი თეზისი, თუ არ გინდა რომ კაცმა სხვა თვალით შემოგხედოს 9 საათის მერე გარეთ არ უნდა გახვიდე და გამომწვევად არ უნდა გეცვას. თუ შემოგხედა და შეგეხო, ეს შენი ბრალია, შენ გამოიწვია. ხო, ნუ ეს უნდა ვთქვათ, რომ არის არა მარტო უბრალოდ თეზისი, არამედ ძალიან საშიში და ვერაგი მესიჯის მატარებელი თეზისი, იმიტომ რომ პირდაპირ გადმოაქვს პასუხისმგებლობა და ბრალსდებს ქალს უკვე, რომ ესე იგი ფაქტობრივად ახალისებს ძალადობას. ანუ აპრავებს კაცის მხრიდან აგრესიას, რაც აი მავნებლური არის და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგოა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხა, რომ თუ აგრესია მოდის კაცის მხრიდან სექსუალურ შევიწროება, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება და შეიძლება ეს იმით გაამართლა ის შენ რადგან ესე გეცვა ძალიან სიგიჟე. წარმოუდგენელი რაღაც ჩაცმულობა. ეს არ არის ჩაცმულობაზე საუბარი, ეს არ არის რაღაცა ლაითიდებულება რა, ამის უკან დგას სივერაგე, ქალის ჩაგვრის გაправება და აგრესიის წახალისება. ეს ძალიან საშიში მოცემულობაა და ჩვენ ვნახეთ რომ ძალიან ხშირად ახლა შენ კაცზე გაქვს აქცენტი, თუმცა თვითონ ქალებიც ქალების მიმართ, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი, ხო? ხო, და თავდასხმებიც გვინახავს იგივე ტრანსპორტში, ქალების მხრიდან ახალგაზრდა გოგონების მიმართ და ასე შემდეგ, თითქოს აი არ ვიცი რატო და საიდან მოდის, შეიძლება ერთი და იგივე ასაკის ქალებიც ერთმანეთის მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას. არ ვიცი, ეს საკითხი შესასწავლია, თუმცა მე მგონია რომ აქ მაინც ჩვენი მხრიდან აგრესიაზე რაღაც აგრესიული პასუხი არ უნდა იყოს და ალბათ ცალკე პოდკასტია მაგისთვის გასაკეთებელი, რომ ჩაიშალოს აი ეს ფესვები საიდან მოდის ეს თვითონ ქალებში ეს აგრესია, ეს მიუღებლობა და გამოსავალი რა არის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის იყოს სწორი მიმართულება აიღონ და გაერკვნენ სიტუაციაში. ხო, მე მგონია ერთ-ერთი ვიტყვი გამოსავალი არის, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მსგავსი რაღაცები, აი ეს თემები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, რომ აი ესეთი რაღაც მოხდა და მოდი განვიხილოთ ახლა. ხო. ძალიან საინტერესო იქნება და ეგეთი გაკვეთილები ახალგაზრდებში რომ არსებობს მაგალითად აი მომისმენი ეს არგუმენტი და თითქოს ერთ-ერთი რაღაცა დამაბნეველი რომ აი დაუშვათ ხო არ შეიძლება რაღაცა ტყავის შორტებით წახვიდე სადღაც ოპერაში.
ნამდვილად არ არის მისაღები. არ შეიძლება არა, ხო dress code. ეს არის dress code, რომ ოპერაში როგორც გაცვია, არც ტყავის შორტებით და არც დავუშვათ დახეული ჯინსებით, ხო? ეს არ არის უკვე გამომწვევი, არა გამომწვევი dress code-ის სხვა რამეა, ხო? შეიძლება კონკრეტულ სამსახურს ჰქონდეს თავის dress code. ეს სხვა რამეა, სკოლას ჰქონდეს თავის dress code. ანუ ერთია dress code და მეორეა როცა კაცის ან ქალის მხრიდან აგრესიას სხვადასხვა ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ხო? იმითი ჩაცმულობით. ხო, წარმოუდგენელი. მე მგონია, რომ აი ესეთ არაფერ შუაში არა. მე მგონია, რომ ესეთ დროს, არ ვიცი, ის ადამიანები, ვინც ამართლებენ ჩაცმულობით, არის ზუსტად ეგოცენტრულობის ამბავი, რომ თვით თავად ითმენენ ეს ადამიანები ეგეთ რაღაცებს და ზუსტად მაგით ამართლებენ, რომ აბა ეხა ესე ხوار ჩავიცმევ და იმან რომ ჩაიცვა ეს მაგიტომ მოხდა და რას გამოდის და რას ყვირის. მე დებილი ვარ, რომ ხმას არ ვიღებ და ვითმენ. ესე იგი მე მაგარი ვარ, ის არის დებილი. აი ეგ ამბავი მგონია, რომ აქვს და ზუსტად ამით ამართლებენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამბავია, რომელიც მოითხოვს ცალკე აი ფსიქოლოგთან ერთად შეგვიძლია დაიჭიროთ ცალკე პრობლემა. ძალიან საინტერესო იქნება. შემდეგი თეზისი ძალიან საინტერესო. მე სულ მაწუხებს ეს თემა, მაგიჟებს და მგონია, რომ ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს ლაპარაკი, რომ ფერებს აძლევენ სქესს. ცისფერი ბიჭისფერია და ვარდისფერი გოგოსფერი. ხო. ეს არის ინდუსტრიის ასე ვთქვათ, არა, ინდუსტრიის მოგონილია და თავის სასარგებლოდ მონეტიზაციას აკეთებენ რა. ეს მიხვდნენ. მაგრამ არის თუ არა შენი აზრით მავნებლური? იცი რა, ყველაფერი შეიძლება იყოს მავნებლური, ყველაფრის პასუხი არის ინდივიდუალიზმი. თუ შენ თავში იპოვი ძალას და პასუხისმგებლობას აიღებ შენ თავზე, რომ მე გადავწყვიტავ კაცო, მინდა ლურჩა ვაცმევ ჩემ ბავშვს და მინდა ვარდისფერს სქესირაშუეში და ვასწავლი ესე. ან აქ არის გონება გახსნილობაზე ლაპარაკი. და გონება გახსნილობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ამიტომ ინდუსტრია ყოველთვის თავისას მიაწვება რა. მიხვდნენ რომ აი ეს რაღაცა სქესებს შორის დაყოფა შეიძლება ინსტრუმენტალიზაცია მოახდინონ და გამოიყენონ რომ აი ეს შეფუთონ ეს კაცის და ეს ქალის და ამით ესე ვთქვათ თავის ბენეფიტებს ნახულობენ და მინახავს რომ ძალიან სერიოზულად ეკიდები ამას კონსულტანტსაც კი უთქვამს აი მაგალითად საჩუქრად რომ ვყიდულობ ჩემი დიშულებისთვის ხო და დავუშვათ ბიჭის ვაი მე ბიჭის არ არის და რატო აი ეს ვარდის აი ბიჭის აი ლურჯი და თვითონ ისეთ დარწმუნებით და კარგი უნდა ჩემთვის რომ არ შემეშალოს რა და ნუ გულში მიფიქრია რომ კი მაგრამ რატო ხო შეიძლება ვარდისფერი მოწონდეს ან პირიქით ხო გოგოს მოწონდეს ლურჯი და ასე შემდეგ. ნუ ეხა ეს აი წინათესისგან განსხვავებით ძალიან ვერაგულად არ მგონია, თუმცა ყველაფერს თავისი დოზით აი აწყვეტებს ადამიანს აი ამ გაყოფას და სტერეოტიპებს და ალბათ ყველაფერს მაინც თავის დოზით, თავის წონა აქვს აი ამ სტერეოტიპიზაციაში. კი, ნამდვილად. ხო, ანუ მე მგონია რომ კიდევ უფრო სერიოზულად არის საქმე ვიდრე, ანუ ვგულისხმობ რას იცი რომ ყოფილა ჩვენ ქვეყანაში შემთხვევები რომ რაღაცა ვიღაც ბიჭს ვარდისფერი ჰუდი და ამის გამო ვიღაცა არა ადეკვატური შეურაცხყოფა კი არა ხელით შეხებია ქუჩაში ანუ იყო ეს ადრე რამდენიმე წლის წინ ეს არადეკვატურობა და ამას ასწავლიან ბაღებში რომ ანუ ჩემ დასასწავლეს ბაღში რომ აი გოგოსფერი არის ვარდისფერი და ბიჭი და ანუ სახში რომ ხდება ეს რომ ვაიმე აი შენ ბიჭისფერი ფლომასტერი და შენ ეს რა ქვია გოგოსფერი ანუ ნუ აი ეს რა შორს მივიდეთ მოდი პირდაპირ მოვიყვანოთ არ ვიცი 60 წლის არის ახლა თუ მეტის ბრედ პიტის მაგალითი და ნახეთ ბოლოდროინდელი მისი ახალი სტილისტი ყავს როგორი აუთფიტები აქვს ბრედ პიტი ხა არ ვიცი sexiest man alive იყო წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი ქალის მოსაწონი კაცი და მამაკაცურობის სიმბოლო თანამედროვე კინემატოგრაფში ხო როგორ აცვია რა ფერები რა პინკი ვარდისფერი იასამნისფერი მწვანე და ხა როგორმე ბრედ პიტია აი ესე გაქცევ პასუხს და ხო ანუ ხო ხდება ეს არის ისე და ისე გონება გახსნილობის ამბავი და გონება გახსნილობა იწყება ერთი ადამიანიდან და მეორე ვრცელდება საზოგადოებად. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად. სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე. მეც ძალიან ვისიამოვნე. რაღაც კარგია შენთან ყოფნა, ჩვენ ნუ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და ალბათ ესეც მუშაობს, რომ აი ისე სასიამოვნოდ ჩაიარა. სევიჭკასავით. ხო, დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა შენ. გისურვებ შენ და ჩვენ ერთობლივ ერთად. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსაც, გემშვიდობებით, ზუსტად ერთი კვირით შევხვდებით მომავალ 5 შაბათს ირინას არხზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი.